მოგესალმებით ბიროებში, მადლობას გიხდით. გადაცემაში მონაწილეობისთვის, სტუმრობისთვის. ბუნებრივია ჩვენი ცხოვრება მდიდარია სურვილებით, მისწრაფებებით, მიზნებით, მაგრამ ასეთივე დიდი სიჭარბით ხშირ შემთხვევაში ვაწყდებით ხოლმე მთელ რიგ ვალდებულებებს და პასუხისმგებლობებს, რომლებიც გარკვეული მარწუხების ქვეშ გვაქცევენ ხოლმე. მოდი ვიდრე განსაზღვრავდეთ და ვისაუბრებდეთ, როგორი ადამიანის მდგომარეობა, როდესაც ეს ორი უპირისპირდება ერთმანეთს, მე მინდა რომ უფრო სიღრმისეულად განვუმარტოთ თავდაპირველად ჩვენს ტელემაყურებელს, რა განსხვავება გავუმიჯნოთ ერთმანეთისგან მინდასა და უნდას შორის და საერთოდ არსებობენ ისინი ერთმანეთის გარეშე. მე მგონია რომ არ არსებობენ. მოდი ვთქვათ, რომ აი როგორც თქვენ ბრძანეთ, მინდა არის ერთის მხრივ სასიცოცხლო შესაძლოა მოთხოვნილება, სხეულებრივი, ვიტალურს, რასაც უწოდებთ, ხო, სასიცოცხლო მოთხოვნილება, ან შეიძლება იყოს სურვილი, მისწრაფება, რომელიც ადამიანურია თავისი არსით, ვინაიდან ცხოველებს ინსტინქტებიდან გამომდინარე, მხოლოდ ეს მოთხოვნილებები აქვთ სასიცოცხლო და ჩვენ კი ჩვენი სურვილები და მისწრაფებები, რომელებიც დიდწილად ღირებულებებთან არის კავშირში და მეტიც ჩვენი ღირებულება სისტემის გამოხატულება არის, აი ეს ადამიანს უფრო რთულ მდგომარეობაში ამყოფებს სხვა ცოცხალი ორგანიზმებისგან განსხვავებით. როგორ გრძნობთ? ეხლა მე ამას ხაზგასმით მოგახსენებთ, რომ განსხვავება შევძლოთ და გავმიჯნოთ ერთმანეთისგან, რომ ადვილად შეძლოს ჩვენმა მაყურებელმა იცნოს, სად არის აი ეს მინდა და სად არის ვალდებულება, პირდაპირ კავშირშია ვალდებულება და პასუხისმგებლობა ერთმანეთთან, მოვალეობასაც ვიხმარდი სინონიმად, მინდას აქვს თავისი ძალიან ძლიერი ენერგეტიკული მუხტი. როგორც წესი დიაფრაგმის არეში, აი ახლა ხელით ვაჩვენებ, ეს არის ენერგიის აღძვრა, რომელიც აი ადამიანს თუ კარგი კონტაქტი აქვს სხეულთან და მე მინდა რომ ახლა ჩვენი გადაცემით მას ვისაც არ აქვს ეს განვითარებული გაუჩნდეს ამის мотиваცია, რომ კარგად დააკვირდეს ხოლმე, ანუ თვით რეფლექსია, თვით დაკვირვება იქონიოს სულ მუდამ, იმიტომ რომ ადამიანი საკუთარ თავზე დამკვირვებელი თუ არ არის, მაშინ საკუთარი თავის მმართველიც ვერ არის და შესაბამისად თავის უფალიც ვერ არის, იმიტომ რომ თავის ფლობას გულისხმობს ეს ტერმინი და არა მხოლოდ საკუთარ მინდებზე და იმპულსებზე, ასე ვთქვათ, მიჯაჭულობას და ამ იმპულსების მიხედვით მოქმედებას. ხშირად ზუსტად ეს მინდა მოხტავს ხოლმე ძალიან წარმატებულად უნდას. როცა ხო, აი აქ მივალ და დავტოვოთ ხო ეს ინტრიგა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ცენტრალური საკითხი იქნება. ესე იგი, პირველ რიგში უნდა ვიგრძნოთ ეს მინდა და თქვენ ზუსტად აღნიშნეთ, რომ ადამიანის სურვილი და მისწრაფება არის ძალიან ძლიერი ენერგიის მატარებელი, ენერგეტიკული მუხტის მქონეა. მოთხოვნილება საერთოდ ასეა, რომ ჩვენ ნერვულ სისტემას დამუხტავს ხოლმე და ფიზიკის კანონი მოქმედებს, რომ დაიმუხტება ჩვენი ნერვული სისტემა და მოქმედებს ორგანიზმი საკუთარი აი შინაგანი მუხტის მიხედვით და მე როდესაც დაიკმაყოფილებს იმ თავის სურვილს თუ მოთხოვნილებას, განმუხტვა ხდება და აი ფსიქოლოგიური ტერმინებია ჰომეოსტაზი არის დაბალანსებული შინაგანი მდგომარეობა და ჰეტეროსტაზის მდგომარეობაში მოვდივართ, როცა განვიცდით დანაკლისს და დანაკლისი ქმნის მოთხოვნილებას. თუ დანაკლისი არ არის, არავითარი მინდა და მოთხოვნილება არ იქნება. ანუ უნდა ცხადად ვიგრძნოთ, ცხად გრძნობა გვჭირდება, ფიზიკური, სხეულებრივი აი ამ ენერგიის, რომელიც მოდის როგორც ძალა, იმპულსი და ეს არის სწორედ აი ის drives, რასაც უწოდებთ, ხო? ძირითადი, ასე იგი, მიმართულების მიმცემი, მისწრაფების მიმცემი, რომელიც მიმართავს ჩვენს ორგანიზმს სწორედ იმ მიზნისკენ, რომელსაც მინდა და მოთხოვნილება, ან მინდა, ან მოთხოვნილება წარმოადგენს. ახლა თქვენ ბრძანეთ უნდას საკითხი. ადამიანები განსხვავდებით, რაც არ უნდა კონვენციური იყოს ჩვენი ფასეულობები, რაც არ უნდა ჩვენი, ასე ვთქვათ, ზნეობა, ურთიერთშეთანხმების
საკითხებს, ხო, კანონმდებლობაც აქედან გამომდინარეობს, რომ არის რაღაცა, რაც უკვე არის გადაცდომა იმისი, რა შეიძლება რა არ შეიძლება აქ ჩარჩოებში გვაქცევს ხო? მოდი ვთქვათ, რომ საზღვრებში, ჩარჩოებთან დაკავშირებით ადამიანებს საზღვრები ზუსტი სიტყვაა და ხშირად ადამიანები ამბობენ, რომ აი, ჩემი საზღვრები ირღვევა. საზღვრებია ყველაფერში და რა თქმა უნდა, დარღვევა მხოლოდ მეშენ ურთიერთობებში არ არის. აქ არის საკუთარ სისტემასთან მიმართება ძალიან მნიშვნელოვანი და ეს არის საკუთარი ღირებულებები. ღირებულებათა სისტემა. ხშირად ადამიანებს არ აქვთ გაცნობიერებული, აი რა არის მისთვის, თქვათ, მის მენტალობაში, რაც არის უნდა ან არ უნდა, ხო? ეს ერთი წრფის ორი ბოლოა, უნდა არ უნდა. ის რაც უნდა არის, პირდაპირ კავშირშია იმასთან, რაც არ უნდა, ხო? ესე იგი, მე უნდა ვიყო დისციპლინირებული, ეს ჩემი უნდა არის აუცილებლად, იმიტომ რომ ჩემი ამბიციაა, რომ ბევრი რამე ღირებული გავაკეთო, მე უნდა ვიყო დისციპლინირებული, ესე იგი, არ უნდა ვიყო ქაოსში, ხო? აი ეს ჩემი ერთ-ერთი ფუნდამენტური ღირებულება, რომელიც პირდაპირ დროის მენეჯმენტის საკითხს მოიცავს, მოდის მიმართებაში ჩემს მინდებთან. თუ მე მიჩნდება მინდა ესეთი რამე, რომ საერთოდ გადავხაზო ჩემი, ასე ვთქვათ, განრიგი, აი to-do lists, რასაც უწოდებთ და ყოველდღიურადაც არის ეს თანმიმდევრობა, რა მაქვს დღეს გასაკეთებელი და რა მინდა. თუ განსვლაშია ჩემი უნდა და მინდა, ძირითადად ვამბობ, თუმცა თქვენ ზუსტად აღნიშნეთ, ზოგჯერ კვეთა ხდება, მაგრამ თუ განსვლაშია ზოგადად და ჩემი ღირებულებები, მაგალითად, მინდა ვიყო წარმატებული. აი, მოდით ავიღოთ ჩვენი სოციუმი. ბევრს აქვს მართლა მისწრაფება, რომ იყოს რეალიზებული, იყოს წარმატებული. ანუ ეს მინდა არსებობს. მაგრამ რა უნდა ვაკეთო ამისთვის, რომ ეს გავაკეთო? აი, აქ გვაქვს ხოლმე გარღვევა. იმიტომ რომ აქ არ არის გაცნობიერებული ხშირ შემთხვევაში, რომ ჩემი მინდას რეალიზებისთვის მთელი რიგი უნდები უნდა იყოს უკვე ჰარმონიაში ჩემ მინდასთან. ანუ მე თანუ ჩემი უნდა იმდენად ორგანულად უნდა თავსებადი, ჰარმონიული იყოს ჩემს მინდასთან, ეს არის ურთულესი პროცესი, მე ვიტყვი. მე ჩემი მაგალითი შემიძლია ვთქვა, რომ გავლილი მაქვს ეს ჭიდილი, შეიძლება ითქვას და ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ მინდა უკვე მეკცია, პირიქით უნდა მეკცია მინდათი და ჩამენაცვლებინა ერთი მეორეთი. ჩვენი შინაგანი ხმა შევათავსოთ უნდა. ჩავანაცვლო ერთი განვდევნო ყოველთვის ბუნებრივად ჩაანაცვლა თითქოს ერთმა მეორემ. კარგია, თქვენ რომ არ პროცესი გახდა, მაგრამ არ იყო პროცესი თავად მარტივი. მარტივი არ არის, მაგრამ ყველაფრის დაწყება არის რთული და რასაც მოვინდომებთ, აქაც მინდა არის, მერე ადვილდება. თავარია გვესმოდეს პრინციპი და ეს ძირითად საკითხებს ეხება. ერთი კითხვა მაქვს, ხაბატონთე, აი მინდა უნდა თქვენ თქვით, რომ რა გვაქვს თქვა ყოველდღიურ ცხოვრებაში სია, რომელიც უნდა გავაკეთოთ. რატომღაც არ ვიცი, შეიძლება მე ვცდები, მაგრამ თვითონ უნდა თაკო მგონია, რომ უფრო შერბილებული არის გამომდინარე პასუხისმგებლობიდან, იმიტომ რომ მინდა რატომღაც მე პირადად გაცილებით უფრო მეტ პასუხისმგებლობას მაკისრებს, ანუ მინდა რომ ხო მინდა გავაკეთო, ეს ნიშნავს რომ აუცილებლად, ანუ აუცილებლობის შეგრძნება მინდასთან მიმართებაში გაცილებით უფრო მძაფრად მაქვს ამ შემთხვევაში, ვიდრე ვთქვათ უნდა იცი როგორია, მოდი სხვა გავაკეთებ. და მინდა ნიშნავს რომ დღეს ნახან ჩამოწერილი მაქვს ეს რატომღაც ხო მინდა რომ დღეს დავაკეთო. ყოველთვის ჩვენი სურვილი. ხო, ნახეთ, ძალიან ძლიერია და ყველაზე მნიშვნელოვანია ეს მინდა თქვა, მაგრამ ჩვენ ხო ახლა ნელ-ნელა შესავალში იმას ვამბობთ, სად მოდის კონფლიქტში და ადამიანი როგორ იხლიჩება შინაგან დაპირისპირებაში, როგორ აღმოჩნდება ხოლმე, სადაც მისი უნდები არის განყენებული. და მართლაც დაპირისპირებული მინდასთან იმგვარად, რომ ვერ ახერხებს ადამიანი აი ამ ორი მნიშვნელოვნის მინდასთვის დაქვემდებარებას. აი რაც თქვენ თქვით, რომ მინდა
მინდა უნდა მოიცავდეს უნდას და ეს უნდა თავისი არსით კარგია რომ მინდაში ეწერებოდეს და ამისთვის რა გვინდა ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ საკუთარ თავთან მე დღეს მზად ვარ რომ აი ამ ტექნიკებზე მინდა უცლებოდ ვისაუბროთ მით უმეტეს ჩვენი შინაგანი ხმა ხშირ შემთხვევაში ჩვენგან მოითხოვს ხოლმე რომ ვიმოქმედოთ სწორედ უნდას პრინციპით თუმცა ეს ჩვენი სურვილები და მიზნები ასე ვთქვათ არ გვანებებენ თავს და ყოველთვის გვეძახიან ხოლმე თავისკენ და აი ამ დროს მოვდივარ ძალიან დიდ დაპირისპირებაში და კონფლიქტში საკუთარ თავთან ეს ოქროს შუალედი როგორ უნდა ვიპოვოთ და როგორ უნდა შევცვალოთ იგივე ჩვენი დამოკიდებულებები იმიტომ რომ ვიცით რომ უნდას შემთხვევაში ხშირად გარემო უცვლელია და ამიტომ ძალიან რთულდება ხოლმე ეს ჭიდილის პროცესი პირველ რიგში ესე იგი ვთქვით რომ კარგად უნდა ვგრძნობდეთ მინდას იმიტომ რომ ყველაზე დიდი რესურსი პოტენციალი ძალა ენერგია აქვს მართლა მინდას და თუ ჩვენ აღმოვაჩენთ რომ უნდა დაპირისპირებულია განსხვავებულია მინდასთან აი თქვენ რაც ბრძანეთ იქ თანხვედრაშია ხო არის თავსებადი განწყობის ცნება და არათავსებადის არათავსებადობაში მოდის ხოლმე როცა მინდა მაგალითად ადამიანები რომლებიც კონკრეტული მუშაობენ იმიტომ რომ უნდა იმუშაონ და მათ არათუ სიამოვნებას არ გვრით თავიანთი სამუშაო და იმიტომ არ გვრით რომ არ აინტერესებთ არამედ უბრალოდ მოვალეობას ასრულებენ ეს არის ჯოჯოხეთი და ადამიანს ნახეთ აქ ჭირდება მხოლოდ ადამიანს შეუძლია ასეთი რამ მოძებნოს თუ ეს შესაძლებელია და ვინც ეძებს ის პოულობს და ვინც არ ეძებს ის რესურსიც არ არის რაიმე პოვნის ხო უნდა მოძებნოს ეცადოს მოძებნოს იმ თავის საქმიანობაში და აქტივობაში რაიმე საინტერესო, იმიტომ რომ საინტერესო უკვე მიმზიდველია ერთის მხრივ. მეორე, სარგებელი, რომელიც აი მინდასთან კავშირში მოდის, უახლოვდება მინდას. აი ის რაც ნებისმიერ შემთხვევაში შეიძლება მინდასთან აი სარგებელი benefits რასაც უწოდებთ ხო სარგებელი მაგალითად მე მინდა რომ რახან სამუშაოს ვეხებით ფინანსურ საკითხს შევეხოთ ხო აი მე ფინანსური მდგომარეობა მე მინდა კარგი ფინანსური მდგომარეობა აი ყოველდღიურად თუ ადამიანი მოახერხებს თავისი ფინანსური რესურსის ისე გადანაწილებას რომ მაგალითად თავისთავად დააჯილდოვოს ყოველი ასეთი ისეთი ვალდებულებით ახსავსე, მაგრამ ნაკლებად მინდას მომწველი დღის შემდეგ. ხო, აი დაჯილდოვება ქცევის მეცნიერებამ დაამტკიცა ეს, რომ ვაჯილდოვებთ, საჩუქარს ვუკეთებთ ჩვენ თავს, ხომ? ის უფრო ადვილად გვამეორებინებს იმ ქცევას, რომელიც შეიძლება რაღაც დროს სრულიადაც უსიამოვნოდ განიცდებოდეს. ანუ მნიშვნელოვანია საკუთარი თავის დასაჩუქრება. კიდევ დამატებით მარტო მატერიალური მოცემულობა არ არის ჩვენი რეალობა, ასევე რაღაც ღირებულება რო ჩავდოთ. იმიტომ რომ ღირებულებითი განწყობა და როდესაც ადამიანი თავისთვის რაღაც მნიშვნელოვან ასპექტს ჩადებს, ეს ასეთივე ჯილდოა. ანუ ჩვენ ახლა ვსაუბრობთ, როგორ შეიძლება დავაახლოვოთ ჩვენი მინდა და უნდა. პირველ რიგში უნდა ვიცოდეთ რა მინდა და გვესმოდეს, იმიტომ რომ თქვენ ზუსტად თქვით, შინაგანი ხმა აზრი მოდის ამ დროს, რომ ეს უნდა, ეს არის საჭირო, ეს არის მნიშვნელოვანი, ეს არის ის პასუხისმგებლობა, რომელიც უნდა განვახორციელო. ეს უნდა ქმნის ხშირ შემთხვევაში მინდასაც. და ემთხვევა და მოდის თანხმედრაში, შეიძლება აპრიორი თავიდანვე ესე იყოს, მართლა რაც მე მინდა ჩემი საყვარელი საქმის კეთება, ხო, იქ უნდები თანხმედრაშია, მაგრამ მე გარკვეული მაქვს უკვე რაც მინდა და იმასთან დაკავშირებული უნდები და ვცდილობ ყოველ შემთხვევაში რომ თანხმედრაში მოვიყვანო. ამისთვის საჭიროა, ესე იგი თვითრეფლექსია, საკუთარ თავზე გარე დაკვირვება. მე ხუმრობით ამას დავარქვი საკუთარი თავის გაეროს დამკვირვებელი. თუ ჩვენ საკუთარი თავის გაეროს დამკვირვებლები ვხდებით და ამას პრაქტიკაში ვავარჯიშებთ, ესე იგი ადვილად ვარკვევთ აი ამ მინდას ენერგიას და ადვილად ვამჩნევთ თავში ამ დროს ხო არ მოდის რაღაც ძალიან მკვეთრად განსხვავებული უნდა. იმიტომ რომ მე საჭიროა თვით დიალოგი.
ანუ საკუთარ თავს მეორე პირში უნდა ვესაუბროთ და მათ შორის დაახლოებისკენ წავიყვანოთ. ჰარმონია არის დაახლოების ყველაზე ისეთი დამაგვირგვენებელი მდგომარეობა, ხო, როცა თანწყობაშია, თანაჟღერადობაშია ორივე ხმა. მინდა ხმა და უნდა ხმა, როცა დაახლოვდება და ერთ ხმაში უნისონში. ან მოდი ესე ვთქვათ კონსონანსში, რომ იყოს ტერციაში, მაგრამ თანაჟღერადობაში, ხო? არ უნდა იყოს დისონანსში, მჭახე ერთმანეთისგან განსხვავებული ჟღერადობა. ძალიან დიდი იმედი დიალოგი შეიძლება აუცილებლად მოვლენ ჰარმონიაში ერთმანეთთან და შეძლებენ თანაჟღერადობას, როგორც თქვენ აღნიშნეთ. დიალოგით და საკუთარ თავთან ახსნა განმარტებებით ხდება. მე არ შემიძლია არ დაგეთანხმოთ, რომ ყველაფერი ალბათ საკუთარ თავის შეცნობით იწყება და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და პირველი, ასე ვთქვათ, აუცილებელი ნაბიჯი და წინაპირობა შეიძლება ითქვას. ჩვენი საეთერო დრო ამოიწურა, პრინციპში ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ტექნიკები მაყურებელს დაეხმარება, მოძებნონ ეს ჰარმონია ამ ყველაფერს შორის და